აი ამიტომ მიყვარს საფხული. სულ რამდენიმე წუთში და ძალიან ბიუჯეტურად შეგიძლია მომზადო. შეინახე ვიდეო, რომ არ დაკარგო რეცეპტი, გამომიწერე და დავიწყოთ. თუ მაცივარში გაქვს 1-2 პომიდორი, დავჭრათ თხელ მოგრძო ფორმის ნაჭრები. კარგად გავასუფთავოთ და დავჭრათ ხახვიც. გამოგვადგება ნებისმიერი წიწაკა, ამ შემთხვევაში მე ვიყენებ მწვანე ბულგარულს. კარგად გავასუფთავოთ და დავჭრათ წვრილად ბულგარულიც. დავჭრათ ნებისმიერი მწვანილი, რომელიც სახლში გაქვს. მე ქინძი და უხრახუში გამოვიძახე. აქ მაქვს ზეითუნის ზეთი, რომელიც 2 ნაბიჯის აპლიკაციიდან გამოვიძახე სულ რაღაც 15 ლარი. მოვასხათ ზეთი თევზზე და აქვე დავუმატოთ ბროწეულის სოუსი. გადავიტანოთ თევზზე წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი და ბულგარული. დავამატოთ მარილი და რა თქმა უნდა პომიდორი. თუმცა ეს ყველაფერი არაა. კარგად გადაურიოთ სალათს და მოვახეხოთ ნებისმიერი ყველი, რომელიც მაცივარში გაქვს. მე სანებოს ქარხნული გამოვიძახე 2 ნაბიჯის აპლიკაციით და მაგას გამოვიყენებ. მზად არის, შეგვიძლია გავსინჯოთ. არის ძალიან წვნიანი, გემრიელი და ნოყიერი. მსგავსი რეცეპტებისთვის გამომიწერე. დროებით.